იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ეჭვების ტყვე არის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ პრემიერზე იეჭვიანა, კიდევ ერთხელ მოხდა ის, რომ პრემიერი წავიდა ბიძინა ივანიშვილის მონური მიდგომების საპირისპიროდ და კობახიძეს დააჭრა თავის საკადრო გადავიდებით ფრთები. ოლიგარქმა ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე პაიკების მორიგი გადალაგება დაიწყო. ოპერაცია სამთავრობო ცვლილებები, ვისაც პატარა კარუსელი ან უმნიშვნელო ტრიკი გონიათ ცდებით. ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობენ და მისი გადაწყვეტილებების რეალური მიზნების წაკითხვა შეუძლიათ, გვარწმუნებენ, რომ 21 აპრილს ბატონმა დიდი სპეცოპერაცია დაიწყო, რომლის საბოლოო მიზანიც ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის კამიდან აყენებაა. ახლა ალბათ იკითხავთ, მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან მოხსნა გეკა გელაძესთვის სამუშაო ადგილის მისამართის შეცვლა და სულხან სუხოთამაზაშვილის ბათუმიდან თბილისში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩამოყვანა ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ მომავალს როგორ უკავშირდებაო. სრულყოფილი პასუხი რომ მიიღოთ, საჭიროა ბევრ დეტალს მიაქციოთ ყურადღება, რადგან ოცნების თითქმის 14 წლიანი მმართველობისას ვისწავლეთ, რომ ოლიგარქის მოქმედებების რეალური მიზნები ყოველთვის დაფარულ დეტალებშია. ბატონის კარზე თანამდებობები რომ დროებითია, ამის ხაზგასმა ვფიქრობ საჭირო აღარაა. ბიძინა ივანიშვილის ხალხში ყოველ ნებისმიერ ადამიანსაც ვადა და დოზა. იმ დოზას თუ აცდება და იმ ვადას თუ გადაცდება, ხო, ის ადამიანი არის უბრალოდ მისთვის ერთ-ერთი მოგონება და არა როგორც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. კობახიძე დიდი ხანია გაუვლიდა და უბრალოდ მაგ პერიოდს დაემთხვა 4 ოქტომბრის აქციები, მაგ პერიოდს დაემთხვა ბევრი რამ, რაც კობახიძეს დროის გახანგრძლივებას უწყობდა ხელს. არა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ალბათ კობახიძეც ნელ-ნელა იჯერებდა, რომ ოლიგარქის პრემიერებში ის ყველაზე წარმატებული იყო. კარგად ასრულებდა დავალებებს, რის გამოც დიდხანს და თავისუფლად მანევრირების საშუალება ექნებოდა. თუმცა როგორც ჩანს, კობახიძე ძალაუფლების ხიბლში ნაადრევად შევიდა. გიორგი მუხიგულაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს და მისი ახლო გარემოცვიდან ინფორმაციას დღემდე იღებს, გითხრა, რომ მოქმედი პრემიერის სიტუაცია თებერვლის ბოლოს დამძიმდა, როცა ამერიკა-ისრაელმა ირანში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომის პარალელურად ამერიკამ სხვადასხვა ქვეყნებს ირანის აქტივების გაყიდვა მოსთხოვა. ამ შინაარსის ზარი ირაკლი კობახიძესთანაც განხორციელდა. ხომ გახსოვთ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს რომ დაურეკა. მარკო რუბიოს ზარი ემსახურებოდა ერთადერთს, რომელიც არის ირანული აქტივების გაყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანთან მიმართებაში მეორად სანქციები დაემუქრა ქართული ოცნების ხელისუფლებას და როგორც ჩანს, ალბათ ირაკლი კობახიძეს საფრთხე წინააღმდეგობა ვერ გაუწია მარკო რუბიოს, ან ვერ მოატყუა იმ დონეზე, ვერ მოატყუა, როგორც მაგალითად ატყუებენ სხვა პრემიერები, როგორც მაგალითად ბიძინა ივანიშვილი ატყუებს და ატყუებინებს ხალხს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რუბიო კობახიძის საუბრის ეს შინაარსი მაშინ არავის მოუყოლია. მეტიც პროპაგანდა შეეცადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ზარი მათთვის პოზიტიურ კონტექსტში ეთარგმნა და ხალხი დაერწმუნებინა, რომ კობახიძემ მარკო რუბიოსთან პარტნიორობის განახლებაზე ისაუბრა. ამისთვის კომუნიკაციის შინაარსიც კი შეცვალეს. თუმცა ახლა ალბათ უფრო დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მარკო რუბიოს ზარი ქოცებისთვის მძიმე შინაარსის იყო და დიდი ალბათობით ნამდვილად ირანის აქტივების გაყიდვას ეხებოდა. ამ ვერსიას ამყარებს ირანისა და რუსეთის არაპირდაპირი რეაქცია. სახელმწიფო მდივნის ზარიდან რამდენიმე დღეში ჯერ ირანის ელჩმა გაავრცელა მუქარანარევი განცხადება, შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა. ირანს კი საქართველოში როგორც ჩანს ბევრი აქვს დასაკარგი. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებით ბოლო წლებში საქართველოში 2000-ზე მეტი ირანული კომპანიაა დარეგისტრირებული. ძირითადად ფიქტიურ მისამართებზე და საეჭვო გარემოებებში. არის ვერსია, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ნაწილს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მე გეუბნებით, რომ მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს კატეგორიულად მოსთხოვა ირანის აქტივების გაყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის მეორად სანქციებში მოყვებიან ეს ადამიანები და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმ დროს მარკო რუბიოს ზარი გათიშულიყო ყველაფერზე დათანხმდა და მერე თავისივე ყურადღებში თვითონვე დაიჭედა. რასაც მოყვა ბიძინა ივანიშვილის სადამჯელო ღონისძიებები.
ამ ლოგიკით ახლა სწორედ ირაკლი კობახიძის დასჯის ოპერაციას ვუყურებთ. შესაძლოა ცოტა დეჟავუც გქონდეს, რადგან გზა, რომელსაც მოქმედი პრემიერი ყოფილი სტატუსის მისაღებად გადის, უკვე ნანახი გვაქვს. ოლიგარქს როგორც ჩანს ხელქვეითებთან დასამშვიდობებლად ახალი სცენარების მოფიქრება არ უყვარს. სქემა, რომელიც გამოცდილია და მუშაობს, ასეთია: ცვლილებები მთავრობაში, გადაანაცვლე ან საერთოდ დაემშვიდობე ადამიანებს, ვისაც ქვეყნის პირველი პირის ძალაუფლება დგას. კობახიძისთვის ასეთი მამუკა მდინარაძე იყო. სუსის უფროსობიდან მისი მოხსნა კი პრემიერის ბოლო ჟამის მანიშნებელია. დღეს ისეთი ქაოსი არის და ისეთი ცირკი გახდა ეს ყველაფერი პოლიტიკური სივრცე, რომ ძნელია წინასწარმეტყველო რას იზავს და როგორ იზავს ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ შეიძლება ღამის სიზმარი ნახოს, როგორ უწყობო შეთქმულებას, ბიძი აიგვიძოს და თავის სიზმარს გადააყოლოს მთელი მთავრობა და როდესაც არაადეკვატურ ადამიანთან გვაქვს საქმე, ძნელია პროგნოზები. მე რომ მე ვარ და ძალიან კარგად ვიცნობ მაგ ადამიანს და მაგ ადამიანის ბუნებას, მე თვითონაც უკვე მიჭირს მისი ქმედებების პროგნოზირება. ბოლო ორი თვის განმავლობაში მე არავითარ ვთქვი, რომ თელ ნეგატივს კობახიძეს დააბრალებს და კობახიძეს გააგდებს როგორც მაგალითად კვირიკაშვილს რომ მოძდო შარლო თურმე რაღაცა კვლევის თანახმად საქართველოს ბავშვების შეცვლილი, იქნება ვახში წელს კობახიძეს დააბრალებს ყველაფერს ისეთი ნაგავი გამოვა სააშკაროზე, იმიტომ რომ კობახიძე არის ოდიოზული ფიგურა. კობახიძე რომ გაეძიჭოს ბიძინა ივანიშვილს, ხო? 7 ხმასაც ვერ აიღებს. ამის ოჯახის წევრებიც არ მისცემენ ხმას, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად რო იყაროს თემში და აი 7 ხმაც გასანეიტრალებელია ბიზნეს ხალხსაზრისით. 7 ხმაც ის რომ შეიძლება ოჯახის წევრმა ორმა ადამიანმა მისცეს კობახიძეს ხმა და ერთ-ერთმა მეძობებმა, ხო, აი ისეთ პრობლემა არის ბიზნეს ივანიშვილის და ამიტომ ჩვენ ვიხილავთ დაცვის გარეშე დატოვებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ქუჩაში გადაადგილება მისთვის ძალიან ძნელი იქნება. ამავე ლოგიკით მინიმუმ ქუჩაში დარჩენის პერსპექტივა აქვს მამუკა მდინარაძესაც, რაც არ უნდა იძახოს პროპაგანდამ, რომ არარსებულ სამინისტროში გადაყვანით მდინარაძე დაწინაურდა, ასე არ არის. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაცია კობახიძემ მისთვის მოიგონა, თორემ არ მგონია დამატებით ხელმძღვანელად მდინარაძე რომელიმე უწყებას უნდოდეს ან სჭირდებოდეს. ის ვერ იქნება სუსის უფროსად დაწინაურებული გეკა გელაძის უფროსი. პროპაგანდისტულ იმედზე თავად აღიარან, რომ არ შეიძლება სუსის უფროს ხელმძღვანელი ყავდესო. ოფიციალურად პოლიტიკური პირი კოორდინატორად არ სჭირდება პროკურატურასა და სასამართლოს. ფინანსურ პოლიციას უკვეყავს მაკონტროლებელი სამინისტრო. რა დარჩა? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ანუ იმისთვის, რომ მდინარაძემ უფროსობის ამბიცია დაიკმაყოფილოს, სულხან თამაზაშვილი უნდა აკონტროლოს. მისი მეგობარი რონი მესხი თუ დარჩება მინისტრის მოადგილედ, შესაძლოა რამე გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ამბობენ, რომ მესხის მომავალი ჯერ ბუნდოვანია. მოკლედ ამ ეტაპზე ბევრი გაურკვევლობა. მხოლოდ ის ვიცით, რომ თუ მდინარაძის სამინისტრო მართლაც შეიქმნება, ოფისი კობახიძესთან ახლოს კანცელარიაში ექნება. დაბრუნდება საჯარო პოლიტიკაში და მედიასთან ისევ ბევრი ლაპარაკის საშუალება ექნება. გადანაცვლება არ არის ის, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, ან რაიმე პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. კიდევ ერთხელ მე შეიძლება იყოს ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება მეორე თანამდებობა, მთავარია სადაც და როგორც არ უნდა იყოს ემსახუროს ჩვენს ქვეყანა. ამ კვირაში ხშირად კითხულობდნენ, რატომ ჩამოართვეს მდინარაძეს სუსის ხელმძღვანელის პოსტი. ის ხომ ოლიგარქის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდა. რა შეეშალა ბატონთან ისეთი, რის გამოც 6 წლით დანიშნული არასრულ 8 თვეში გაათავისუფლეს. ისე თუ დააკვირდებით, სუსში მდინარაძისა და ლილუაშვილის მუშაობას საერთო ხაზებიც აქვს. თანამდებობაზე დანიშვნისას ორივეს ოლიგარქის ნდობა ჰქონდა. ბატონს ორივე ყავდა ამერიკაში გაგზავნილი, მაგრამ ალბათ ვერც მდინარაძე მოაგვარა ოლიგარქის საქმე, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ლილუაშვილიც აგროვებდა ინფორმაციას ოლიგარქისთვის, უსმენდა და უთვალთვალებდა ყველას. თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ მდინარაძე იმით ამაყობს, რომ მის დროს მოსმენები 30-ჯერ გაიზარდა. ლილუაშვილსაც პირდებოდნენ პოლიტიკურ თანამდებობას, თუმცა ახლა რუსთავის ციხის პატიმარია. არ გამორიცხავენ, რომ იგივე გზა მამუკა მდინარაძემაც გაიაროს. მდინარაძეს ურჩევ, რომ რუსთავის ქალაქი ახადოს ეკოლოგიურად სუფთა, იმიტომ რომ მოვა დრო, რომ მას მოუწევს რუსთავში წლების გატარება და ის ეკოლოგია, რასაც დღეს გააუმჯობესებს, ისე თავის ჯანმრთელობაზე აერთახება დადებითად. სამაგიეროდ მამუკა მდინარაძეს დარჩა გენერალ-მაიორის წოდება, საჩუქრად მიღებული მთავარი ჯილდო. რატომ ვამბობ საჩუქრად? აბა ყველა ეტაპი დამსახურებულად რომ გაევლო, გენერლის წოდების მისაღებად უწყებაში ბევრი წელი უნდა ემუშავა. მდინარაძეს კი ლეიტენანტობიდან გენერალ-მაიორამდე 7 თვე დასჭირდა. პრემიერი გვიმტკიცებს, რომ დაიმსახურაო, მაგრამ რისთვის? ალბათ ღარიბაშვილ ლილუაშვილ ბურჭულაძის დაჭერისთვის. როგორც ჩანს,
დინარაძის ასეთი სწრაფი წოდებრივი ზრდა საზოგადოებისთვისაც არასერიოზულია. მთელი კვირაა სოციალური ქსელი ამ თემატიკაზე შექმნილი მიმებით გაივსო. პრემიერ კობახიძისგან მსგავსი საჩუქრები გეკა გელაძეს არ დასჭირდება. სუსის ხელმძღვანელის პოსტზე ის უკვე პოლიციის გენერალ-მაიორის წოდებით მიდის. თუმცა შსს-სა და სუსის სპეციფიკის გათვალისწინებით გარკვეული ცვლილება ალბათ მოუწევთ. სუსის წოდება სამხედროსთანაა გათანაბრებული. ისე გეკა გელაძის ისტორიაც საინტერესოა. ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელის დათმობის შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ სახლში წასულიყო. თუმცა ახლა ირკვევა, რომ მას მდინარაძეზე უკეთესი მფარველი ყავს. გელაძე არის ყოფილა პრემიერის რეკომენდაციით დანიშნული და ეს უბრალოდ ის იყო, ანუ როგორ გითხრათ, კვალისა დასაბნევად გაგდებული ჭორი. გელაძე ოდითგანვე ჩარტიშვილის კადრად მოიაზრებოდა და დღესაც იგივე როლს ასრულებს. გეკა გელაძეს თავის გამოჩენა ახლა სუსის უფროსის პოსტზე მოუწევს. მან ბატონსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ დინარაძეზე უკეთესია. ალბათ კორუფციის წინააღმდეგ მოჩვენებით ბრძოლასაც გააგრძელებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მისი გადაწყვეტილებები იქნება. მთავარი შეკითხვა რას იზავს კახა კალაძესთან დაკავშირებით. კორუფციის მკვლევარები თვეები ამბობენ, რომ თუ ქართულ ოცნებას ნამდვილად სურს კორუფციის დამარცხება, კალაძეს და მერიას უნდა მიხედოს. ამბობენ, რომ ცდელობა კალაძის წინააღმდეგ წასვლის დინარაძესაც ჰქონდა, თუმცა ვერ შეძლო. მამუკან დინარაძე მოინდომა კალაძეს ზიანის მიყენება, მაგრამ ფიზიკური ზიანი კალაძემ პირიქით მიაყენა მამუკან დინარაძეს რამდენიმე ხნის წინ. ჩემი აზრით, კალაძე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაგრა აქვს გამდგარი ფესვები და ქართული ოცნების ალბათ ნახევარ აქტივს წარმოადგენს და დღეს რო კახი კალაძეს დაეტაკოს ქართული ოცნება და ან გელაძე მით უმეტეს, ეს იქნება ქართული ოცნებებში ძალიან დამაზიანებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ კორუმპირებული მინისტრები, რომლებიც დაიჭირეს და ქართული ოცნების გუნდში შიგნით ბუნტი იყო, ხო, რომ მერე რო აი 7 მილიონი რა არის, სხვა 700 მოიპარავდა და დიდი რესურსი და დიდი დრო დაჭირდა, რომ ლილუაშვილის და ღარიბაშვილის დაჭერით გუნდგატეხილი აქტივი შემოერიგებინა ქართულ ოცნებას და ეს კალაძეს დაჭერით ძალიან დიდი რაოდენობით ხმებს დაკარგავს ქართული ოცნება და აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ მამუკან დინარაძე ძალიან ცდილობდა კალაძეს ზიანი მიეყენებინა და მედიაშიც მამუკან დინარაძე ანთავსებდა ირიბად კალაძეზე რაღაცა ჭორებს, რაღაც ფაქტებს და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ნახეთ, რომ კალაძე ისევ თბილისის მერი არის, თავის პოზიციაზე არის, თავის გავლენებით არის დაკავებული და მამუკან დინარაძე კიდე 35 წუთიანი გენერალი, რომელიც რაღაც სამოქალაქო პოზიციაზე წავიდა და მისი მომავალი არის გაურკვეველი. ამ ფასადურ და არაფრის მომცემ ცვლილებებში ყველაზე არაპოპულარული შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სულხან თამაზაშვილის დანიშვნაა. უკვე ოფიციალურად ყავს მინისტრი, რომელიც ბრიტანეთის და ბალტიის ქვეყნების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ანუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მოქალაქეთა უსაფრთხოება ჩააბარეს კაცს, რომელიც თავად არის მხილებული ძალადობაში. აგენტების კანონი როდესაც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ხო, მაშინ ჩვენ ნახეთ ჟილეტიანი და მიღლიანი პოლიციელები, რომლებიც ძალიან განსაკუთრებული სასტიკით გამოირჩეოდნენ და ზუსტად ადამიანები ყავდა სულხან თამაზაშვილს გამოყვანილი. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეაცდინა გარემოცვაში ისეთმა ადამიანმა სულხან თამაზაშვილის მინისტრად დანიშნაზე, რომ აი ბიძინა ივანიშვილი ამას ძალიან წარეთმიანებს და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ძალიან, იმიტომ რომ იქეთ როგორ არის იქ ადამიანი არ განათლებით გამოირჩევა, არც გონება მახვილობით გამოირჩევა მხოლოდ სისასტიკით და ზონდერობით და დიდი ბრიტანეთი არ არის დაბალი დონის ქვეყანა, რომ ამ ყველაფერს კარგად ვერ იაზრებდნენ და ისე არ ასანქცირებდნენ ადამიანს. რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელები და გვარები იქნებიან თანამდებობებზე? ივანიშვილის მთავრობაში ნებისმიერი კონფიგურაცია დროებითია. ქვეყანაში რეალური ცვლილებები მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა კორუმპირებული და მოძალადე ოლიგარქიული სისტემა შეიცვლება.